ეს იყო აჭარის ტელევიზიის რეპორტაჟი ამ თემაზე. ბატონმა ავთანდილმა თქვა, რომ მთელი უზენაესი საბჭოსთვის, ხო, ყიდულობდნენ ამ მანქანას და პერსონალიებისთვის კი არაო, ხო, საბჭოსთვის. საბჭოსთვის ყიდულობდნენო და დღეს ქსელში წერდნენ, რომ საბჭოსთვის თუ უნდოდათ და ამდენი კოლექტივისთვის თუ უნდოდათ ავტობუსი. ავტობუსი ეყიდათ მაშინა ბატონი ავთანდილ ბერიძე უკვე დიდი ხანია რაც მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა კოლგები ეს არის მასთან დაკავშირებული ძალიან საინტერესო თემა ჯერ მან შეიმუშავა რაღაც საინტერესო უკაცრავად საინტერესო გრაფიკი ეხლა თქვენ ხედავთ როგორ აცილებენ მას კოლგით როდესაც ის ახალი მე მგონი არჩეული იყო ამ თანამდებობაზე მან შემოიღო ესეთი გრაფიკი რომ ცნობილია ასე ვთქვათ დამსახურებული აჭარლების საფლავზე უნდა ევლოთ მის თანამშრომლებს და ესე დადიოდნენ უნდა ევლოთ და შემდეგ უკვე ამ კოლგებთან დაკავშირებით მას მოუწია კომენტარის გაკეთება კვირის პალიტრისთვის მიცემულ ასე ვთქვათ ინტერვიუში მან განმარტა რატომ არ უჭირავს თავად კოლგა და რატომ უჭირავს ეს კოლგა მის გვერდით მდგომ ადამიანს. საინტერესო ფრაგმენტია ამ ინტერვიუდან რომ მე ვარ ბათუმელი აქ კოლგა არის ცხოვრების ატრიბუტი აქაური ადამიანი როგორც წესი უკოლგოდ სახლიდან არ გადის ასე ვარ მეცო. ეხლა აღარ მიწევს კოლგის გამოყენება მაგრამ როცა მიდიხარ კონფერენციაზე წვიმიანი ამინდია და მანქანა გაჩერდა 100 მეტრში ამოლუმპული ხომ არ შეხვალ დასასწრებად ასეთ შემთხვევაში იძულებული ხარ კოლგა დაიჭირო რაც კაცრავად სარეკლამო პაუზა ისეთი სასაცილო კომენტარია რომ ბოდიშს გიხდით ბოდიშს უხდი მაყურებელს